სახელითა მამისათა, დაცისათა, დაწმიდისა, სულისათა. ჩვენთან არის ღმერთი. ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს ღმერთმა მრავალს დაგასწროთ თქვენ და სრულიად საქართველო ამინ. დღევანდელ დღეს დანო და ძმანო, ჩემო ძვირფასებო, ჩვენ შევეგებეთ პეტრე პავლოვის დღესასწაულს მოგეხსენებათ, ღამის თვეების მსახურება ამიტომაც ავასრულეთ და შევგებებოდით აი ამ დღესასწაულს მარხვა. ამიტომაც ვიმარხულეთ, რომ ამ დღესასწაულს რაღაცნაირად განწმენდილი შევგებებოდით, რადგანაც მოციქულთა საპატივცემულოდ არის დადგენილი ეს მარხვა და ჩვენც რაღაცა მოციქულთა ღვაწლს ვიხსენებთ კონკრეტულად აი ამ მარხვაში. მაგრამ ცალკე არის ესე გამოყოფილი პეტრესა და პავლეს ღვაწლი და მერე ხვალ უკვე 13 ივლისს ტრადიციულად ასე არის, რომ უკვე 12 მოციქულის ხსენება ერთად აღესრულება. მაგრამ დღეს 12-ში, აი 12 ხო უკვე დადგა, არის პეტრესა და პავლეს ხსენება. და ძალიან საინტერესო ამბავია ეს, რომ რატომ მოხდა, რომ რაღაცა პეტრე და პავლეზე არის საუბარი, თუმცა კი პირველი მოციქული იესო ქრისტესი ალბათ ყველა მიცით ვინც არის, ხო? ანდრია პირველწოდებული რატო ქვია მაგას? ანუ პირველი მოწოდებული, ვინც გახდა პირველი მოციქული, ეს იყო ანდრია. უპირატესობის მიხედვით ანდრია უნდა დასახელებულიყო, იმიტომ რომ მოციქულებრივათაც ის მივიდა პირველი ქრისტესთან და ის გახდა მოწაფე და პეტრე მან მიიყვანა. პეტრეს კი არ მიუყვანია ანდრია ქრისტესთან. პირიქით, ანდრია პეტრემ მიიყვანა ქრისტესთან, მაგრამ პეტრე არის პირველი მოციქული, შეიძლება ესე ითქვას, თავი მოციქულთა ასე იხსენიება და ანდრია, რა თქმა უნდა, 12 მოციქულთა შორის არის. ამას აქვს ყველაფერს თავისი მიზეზი. რა თქმა უნდა, ეს არ შეიძლება შემთხვევით ასე რაღაცა ესე ხდებოდეს, რომ ვიღაცას ესიმპათიურებოდა უფრო მეტად, თქვა, ამ ორი მოციქულის სახელი და ამიტომ მოციქულთა თავებად ჩვენ მათ ვიხსენიებთ, ეს ასე არ არის. ეს არ ყოფილა ადამიანური კაპრიზი. ეს გახლავთ ის საფრთხო განგებულება, რომელიც საფრთხო განგებულებაც სულიწმინდის გარდამოსვლის ლოცვებში ძალიან კარგად ჩანს. ნახეთ იქ როგორი სიტყვები ითქმება და სულიწმინდაობა, რომელიც არის ნაკრულევანთა აღმავსებელი. რას ნიშნავს ამ ნაკრულევანების ამოვსება? იცით რომ პეტრესა და პავლეს ეხლა აქედან რომ გავძანდებით და ამაღლების ტაძარში შეივდით, იქ ნახავთ რომ პეტრესა და პავლეს ხატი ერთად არის და თავზე აქვს მიდებული ერთმანეთთან დიდი სიყვარულის გამომხატველია ეს ხატი, რომ რაღაცნაირად ესე ორ მოციქულს უყვარს ერთმანეთი. ოღონდ ეს ამბავი მინდა გითხრათ, რომ ხატზე არის. თქვენ ფიქრობთ, რომ ცხოვრებაში მათ ერთმანეთთან არ ქონიათ რაღაც ადამიანური ურთიერთობა, როგორ არა? პირიქით, რაღაცაზე პავლე მოციქულმა საჭირო რო გახდა თითიც კი დაუქნია პეტრეს, რომ ეს ასე არ უნდა გააკეთო. ამიტომაც ეს ჩვენ როგორც წარმოგვიდგენია ადამიანური სიყვარული, სულ არ არის სინამდვილეში ეს ადამიანური სიყვარული. მაგრამ მე ისევ რო არ გადავიდე სხვა თემაზე, კვლავ იმას დავუბრუნდები, რომელი ნაკრულევანების ამოვსებაზე არის ლაპარაკი. იცით რომ ეს არის ორი რადიკალურად სხვადასხვანაირი ადამიანი, აბსოლუტურად სხვადასხვა კაცი. პეტრე, რომელსაც არანაირი განსწავლულობა არ აქვს, როგორც კი დაუძახებს მას ქრისტე, მაშინვე მიატოვებს ყველაფერს და გაყვება ქრისტეს. და ქრისტესთან არის თავისი სიცოცხლის ბოლომდე შეცდომებითა თუ უშეცდომოდ. აი, ასე ცხოვრობს ეს კაცი, რომ რაღაცა ისეთი ენთუზიაზმით, ისეთი მხურვალებით, ისეთი სარწმუნოებით, იქ რო ამბობს ქრისტე, რომ ეხლა მე უნდა მაწავ, მე მზად ვარ მოკვდე შენთან ერთად. იქ ვიღაცა რამე შეკითხვას დასწრობს, მაშინვე პეტრე იძახის, რომ მე გავცემ მაგას პასუხს. პავლე მოციქული ამ დროს სად არის, იცით? პავლე მოციქული ზის და სწავლობს ჟულს, იზეპირებს და იზუთხავს წმინდა წიგნებს. გამალიელი, რომელიც იყო ცნობილი მოძღვარი, მის ფერხთით ზის და სწავლობს. ოღონდ ამ სწავლისგან იცით რას აკეთებს? ქრისტეს მიმდევრებს დასდევს ციხეში ჩასაყრელად და ქვებით ჩასაქოლად. აი ორი როგორი რადიკალური სხვაობაა მოყევი. პეტრე, რომელიც ქრისტეს დაყვება გამუდმებულად და პავლე, რომელიც დასდევს ქრისტეს და ქრისტიანობას. ქრისტე აყოლე საერთოდ ნანახით, გარდამოცემა ასეთია, რომ ის არ იცნობდა ქრისტეს. მაგრამ მერე როდესაც გამოეცხადა ქრისტე, ამაზე ცოტა ვერ მოგახსენებთ, მერე როგორი მოშურნე ქრისტიანი გახდება.
ეხლა რა მინდა გითხრათ, ეხლა ამ ნაკლებად დავსვებით, რომ მიუხედავად ამ რადიკალური სხვაობისა, სული წმინდის ნიჭი არის ეს, რომ შეიძლება მიუხედავად ასეთი განსხვავებულობისა, ადამიანები მოიქცნენ და ერთი საერთო სამოციქულო საქმე აკეთონ. მიუხედავად მათი აი ამ სარწმუნოებრივი მდუღარებისა, მიუხედავად განათლებისა, განსწავლულობისა, პეტრემ თუ მარტო თევზაობა იცოდა, ამან სამაგერო წმინდა წერილი იცოდა, მაგრამ ორივე მოციქულთა თავია. და რატო? რა ხდება? რაღაცა საიდუმლოებასთან გვაქვს საქმე. მინდა გითხრათ, რომ ეს წინააღმდეგობა სინამდვილეში ძალიან ხშირად ებრაულ ენაში ძალიან კარგად ჩანს ხოლმე. თვითონ სახელების დარქმევაში ჩანს. აი მაგალითისთვის შემიძლია გითხრათ ასეთი რამ. სიტყვა ელიაზარი ებრაულად ნიშნავს ელ ღმერთია და აზარ დახმარებაა. შეწევნა, შეიძლება ასეც ითარგმნოს, დახმარება, შეწევნა. ეხლა თუ გადათარგმნი ამას, შეიძლება ასე გადათარგმნო, რომ ღმერთის თანაშემწე. მაგრამ შეიძლება მეორენაირადაც გადათარგმნო. ღმერთი, რომელიც შეეწია ადამიანს. ორივე თარგმანი აბსოლუტურად მისაღებია. არსებობს სიტყვა ისრაელი, ყველას კარგად მოგეხსენებათ. იაკობი იყო ერთ-ერთი მამამთავარი და არსებობს სიტყვა ისრაელი, რომელიც დაერქვა მას. იაკობის აღარ გერქმევა გამოცხადების შემდეგაც ეუბნება მას ანგელოზი, რომელსაც ებრძვის მთელი ღამის განმავლობაში და დაერქვა ისრაელი. ისრაელი ისიც რას ნიშნავს? ღვთის მებრძოლს. ოღონდ ეხლა აი ხა ყველას ხო გაგიჩნდათ ეს აზრი, რომ ღვთის მებრძოლს რო ნიშნავს ვიღაცამ თქვენ შორის ეხლა არ ვიცი რამდენი კაცი გახართ აქ ახლა 10 თუ 100 რამდენმა პროცენტმა იმედა რომ ღვთის მებრძოლი შეიძლება იყოს ღვთის წინააღმდეგ მებრძოლიც და შეიძლება იყოს ღვთის წინაშე მებრძოლიც, რომელიც ღვთის სიტყვისთვის იბრძვის. ორივე შესაძლებელი ვარიანტია. და რატომ დაერქვა იცით ასეთი სახელი მას ისრაელი? იმიტომ რომ ისრაელი ქვია მთელ მოდგმას მერე მისგან გამომდინარე და მთელი ეს მისი მოდგმა ღვთის მებრძოლია პირდაპირ ამ სიტყვის მნიშვნელობით, ოღონდ ხან ღვთის წინააღმდეგ და ხან ღვთის წინაშე. ასე ვარ თითოეული ჩვენგანი. ისრაელი ქვია ჩვენ და გვქვია იმიტომ რომ ხან ვართ პავლესავით მებრძოლები ღვთის წინააღმდეგ და ხან პეტრესავით მიმყოლები ამ ღვთისა. აი ეს იყო მეტი კი არაფერი. მაგრამ მთავარი მაინც ის იყო რომ მათი გული იყო ამისთვის მომზადებული, ორივე მაძიებელი ადამიანი იყო. ნახეთ, თუ კი შენ არ ეძიებ ამას ყველაფერს, მაშინ შეუძლებელია რომ ღმერთი მოვიდეს და ძალადობრივად გაგაკეთებინოს შენ ესე. მაშინ გამოდის რომ ის იძალადებს შენზე. ანუ შენ არ ეძიებდი, არ გაინტერესებდა საფრთხო ნება, საფრთხო გამოცხადება და მოვიდა და მან რაღაცა ძალადობრივად მიგაღებინა შენ. მაგრამ როდესაც გული არის ამისთვის მომზადებული, დღევანდელ სახარებაში ნახეთ რა წავიკითხეთ. კითხულობს მაცხოვარი, რომ ვინ გონი ვარ ხალხს და იქ ეუბნებიან იერემია, იოანე ნათლისმცემელი, ესა, ისა, ჩამოვლნა თვალს უკეთებ. თქვენ ვინ გონი ვარ და პეტრე, პირველი ვინც ესე იგი ყოველთვის ინიციატორი რაღაცების, ამოდება და ეუბნება რომ შენ ხარ ქრისტე ძე ღვთისა, ცხოველისა, ცოცხალი ღმერთის ძე ხარ ეუბნება. და მაცხოვარი მას ასეთ რამეს ეუბნება, რომ ნეტარი ხარ შენ პეტრეო, რომ ეს შენმა სისხლმა და ხორცმა კი არ გამოგიცხადაო, არამედ მამამ ზეციერმა. და მე გეტყვიო, რომ ამ კლდეზე შენ ხარ კლდე და ამ კლდეზე ავაშენებ მე ეკლესიას, რომელსაც ჩემი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევია. ამას სჭირდება სწორი გაგება, ისევე როგორც ისრაელზე გითხარით, რომ ღვთის მებრძოლს კი ნიშნავს, მაგრამ გააჩნია რა კონტექსტში გამოვიყენებთ ამ სიტყვას. ან ელიაზარი, ვინ ვის დაეხმარა მოკლედ, მე ღმერთს თუ ღმერთი მე. ზუსტად ასევეა აქაც ეს მდგომარეობას, რომ ამ ტექსტს რა დღეს ჩვენ წავიკითხეთ, მას სჭირდება სწორი გაგება. რას ნიშნავს ეს, რომ სისხლმა და ხორცმა აკი არ გამოგიცხადა? ანუ შენ სულიერად განეწყვე იმისთვის და ეძიებდი ამას ყოველივეს და რა თქმა უნდა ღმერთმა იმოქმედა შენში, შეეხო შენს გულს, შენ რომ არ მიგეცა ამისი საშუალება, ძალადობრივად ის ამას არ გააკეთებდა გამორიცხული. შენ მიეცი ამისი საშუალება ღმერთს, უთხარი რომ მე მზად ვარ.
რაღაცნაირად გულისკარი გააყიდა, ეს შემხებლობა სწორედ მაშინ მოხდა და ამის შედეგად შენ შეგიძლია აღიარო, რომ ქრისტე არის ძე ღვთისა. თუ ეს შემხებლობა არ მოხდა, მაშინ შენ ამას ვერ აღიარებ, არ მიიღებ და რამდენი ადამიანი იცით, რომელიც ძალიან კარგი კაცია, ძალიან ბევრი კარგი საქმე აქვს გაკეთებული, ზნეობრივათაც, რა ვიცი, ისედაც ადამიანობითაც ყველანაირად კარგია, მაგრამ არ აქვს ეს. აი ეს სისხლმა და ხორცმა ვერ გამოუცხადა, მისმა ზნეობამ ვერ მიიყვანა იქამდე, რომ ამ აღიარებამდე მივიდეს, მისმა კარგმა კაცურმა კაცობამ ვერ მოახერხა ის, რომ ამ ადამიანმა თქვას, რომ ქრისტე, შენ ხარ ძე ღვთისა, ხსნელი სოფლისა. ამას ვერ ამბობს. ზნეობრივად გამართულობა ამისთვის არ არის საკმარისი. ის, რომ კარგი ადამიანი ხარ და ის, რომ თქვა ვიღაცისთვის ბოროტი არ გინდა, სრულიად არ არის ეს საკმარისი. ამისთვის აუცილებლობა არის, რომ შენ გინდოდეს, რომ შემხებლობაში იყო ღმერთთან და შენ თუ არ დაუშვებ ამას, ამ თანამშრომლობას შენ თუ არ გასწევ ღმერთთან, სხვაგვარად შეუძლებელი. ამიტომაც პეტრესა და პავლეს მიუხედავად მათი ესეთი რადიკალური სხვაობისა, სოციალური ვითარებიდან გამომდინარეც კი ის, რომ უბრალო მეთევზია, ეს რომის მოქალაქეა, პავლეზე ვამბობ. ის, რომ განათლებას ვერ ღებულობს, იმიტომ რომ მარტო თევზის ჭერა იცის და ერთადერთი საშუალება აქვს ოჯახი არ ჩინოს, ეს საღვთისმეტყველო განათლებას იღებს, ამისთვის ძალია რომ გამალielis ფერხით იჯდეს და ეხლა წმინდა წერილები ისწავლოს. ერთი, რომელიც ამ მდგომარეობაშია, გამუდმებით ქრისტეს დასდევს და მეორე პირიქით ქრისტეს მოწინააღმდეგეა. მაგრამ როგორც კი შემხებლობა მოხდება, როდესაც პეტრეს დაუძახებს და გაყვება, სწორედ ასე მოხდება პავლესთანაც. ამიტომაც არის სული წმინდა, გამაერთიანებელი და შემაკავშირებელი თითოეული ჩვენგანისა, იმიტომ რომ თითოეულ ჩვენგანში არსებული ნაკლის ამოვსება შეუძლია. ოღონდ შენ უნდა მისცია მისი საშუალება. ის არ იძალადებს. არავითარ შემთხვევაში ამას არ აღასრულებს ძალადობრივი მეთოდით, თუ შენ არ მიეცი მას ამისი საშუალება. ისევე როგორც პავლე მოციქულს გამოცხადება აქვს და კითხულობს. პავლე, რამდენი მე სავლე ერქვა იქამდე და სავლე, რატომ დევნი მე და ვინ ხარ შენ უხალოდ ეკითხება. იმაში კი არ ეპარება ეჭვი, რომ ღმერთი ელაპარაკება. იცით რატო კითხულობს, რომ ვინ ხარ შენ უხალოდ? აინტერესებს სახელს, რომელ სახელს გამოიყენებს ღმერთი, იმიტომ რომ ყველა წინასწარმეტყველთან ძველი აღთქმა მან კარგად იცოდა, ყველა წინასწარმეტყველთან სხვადასხვა სახელით მოქმედებდა ღმერთი. ვიღაცას გამოეცხადებოდა და ეუბნებოდა მე ვარ ელოჰიმ, მე ვარ იახვე, მე ვარ სავაოთ, მე ვარ ელშადაი, მე ვარ ადონაი. აბსოლუტურად ყველა სახელი ითარგმნება და ეს სახელი განმსაზღვრელია წინასწარმეტყველური მოქმედებისა. რომ რომელი სახელითაც გამოგეცხადა, ისე უნდა იმოქმედო. თუ გამოგეცხადა ელოჰიმით, როგორც მსაჯულმა ისე უნდა იმოქმედო და ისე უნდა განსაჯო. თუ იახვეთი გამოგეცხადა, მაშინ მოწყალებით უნდა იმოქმედო. ეხლა აინტერესებს პავლეს გამოცხადება აქვს, იცის, ღვთისმეტყველია. რომელი სახელით გამოეცხადება და ეუბნება, მე ვარ იესო, რომელსაც შენ სდევნი. და მაშინ მიხვდა პავლე, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღვთისა. ეს მიხვდა პეტრემ რამდენი ხნით ადრე, რომ უთხრა, რომ შენ ხარ ქრისტე, ძე ღვთისა. და პავლემ მიხვდა ძალიან გვიან, მაგრამ გვიანი არასდროს არ არის. ამიტომაც არიან ისინი მოციქულთა თამი. ამ ორ ადამიანს ჰქონდა შინაგანი მზაობა, შინაგანი სულიერი მისწრაფება იმისა, რომ ღმერთს ემოქმედა მათში, ღმერთი შეხებოდა მათ გულს. როგორც ნათქვამია ლევანდელ სახარებაში, რომ სისხლმა და ხორცმა კი არ გამოგიცხადა, არამედ მამამ ზეციერა, რომ მამის აი ამ შემხებლობის შედეგად შენ ხვდები, რომ ის არის ძე ღვთისა, რომელიც განხორციელდა შენი ხსნისათვის და იმასაც ხვდები, უკვე ვინ არის მამა შენთვის და ვინ არის ძე შენთვის და შენ საერთოდ ვინ ახარ. იწყებ ამაზე ფიქრს. ამიტომაც აი ეს საშუალება ყველაზე კარგად ჩვენ დაგვანახეს ამ მოციქულებმა, პეტრემ და პავლემ, როგორ შეიძლება რომ ადამიანის აი ამ გულს შეეხოს ღმერთი და როგორ შეიძლება რომ მისი ცხოვრება ესე შეიცვალოს,
კარგიდან კიდევ უკეთესობისაკენ და დღევანდელ დღეს ჩვენ მათ ხსენებას რომ აღვასრულებთ, ეს არის ჩვენი მადლიერების გამოხატულება კიდევ ერთხელ, რომ მათი ღვაწლი, რომელიც მინდა გითხრათ, რომ აუწონელია, მათი ღვაწლი, მათი ეპისტოლეები, მათი სწავლება საძირკველია ჩვენი ეკლესიისა, მინდა გითხრათ, მყარი საძირკველი და ის არ მინდა რომ დამავეწყდეს იქ, როდესაც ეუბნება, რომ შენ ხარ კლდე და ამ კლდეზე მე ავაშენებს ეკლესიას, რომელსაც ჩვენი ჯეჯოხეთისანი ვერ მოერევიანო, თქვენ ერთი წამით არ გეგონოთ, რომ ამას პეტრეს როგორც პიროვნებას ეუბნება. არა, ასე არ განისაზღვრება ეს არის. პეტრეს როგორც პიროვნებასთვის რომ ეთქვა, მაშინ პეტრე ამის შემდგომ შეუმცდარი უნდა ყოფილიყო. პეტრემ ამის შემდგომ იცით რა გააკეთა? ქრისტეს არ ვიცნობ საერთოდ იუ არა. ერთხელ უთხრეს რომ შენ მისი მოწაფე ხარ, არა ბატონო არა, მეორე ერთხელ როგორ არა კაცო, განლეველი ხარ აშკარად. არ ვიცნობ ხომ კიდევ მესამეჯერ უთხრეს, წევლა დაიწყო თუ ვიცნობდე მაგათ საერთოდ. და თანამედროვე ენაზე და დაიფიცა და რაღაცა გაწყვიტა ყველაფერი, საერთოდ არ გაგარება შეევა მაგასთან. მაშინ პეტრეს აღარ უნდა შეშლოდა არაფერი. იცით რაზე არის ლაპარაკი, რაზე არის მინიშნება, რომ შენ ხარ კლდე და ამ კლდეზე აღვაშენებ ეკლესიას. სინამდვილეში ეს კლდე, ეს სარწმუნოება გახლავთ აღიარება, რომ ძეღვთისა განხორციელდა და ჩვენი ხსნის საიდუმლოება აღსრულებულია. აი ამისი აღქმა, ამისი რწმენა გახლავთ სწორედ ის კლდე, რომელსაც ვერ შეარყევს ჯოჯოხეთის ბჭენი და არა პიროვნება პეტრე, რომელსაც შეეშალა, როგორც უკვე გითხარით. მოინანია, კვლავ მოციქულის პატივში ავიდა, ამ შეცდომაში კი არ დარჩენილა, რა თქმა უნდა. მან მოინანია ეს ყველაფერი და ქრისტემ კვლავ აღდგომის შემდგომ მას უთხრა, რომ დამწყსენ ცხოვრნი ჩემი, ანუ აღადგინა სამოციქულო პატივში იგივე ქრისტემ, რა თქმა უნდა, რაღაცა ეს ადამიანური განგებულებით არ მომხდარა. მაგრამ შეცდომა ხომ დაუშვა. ეს იმას ნიშნავს, რომ პიროვნება ამისგან დაზღვეული არასდროს არ არის. ამიტომაც შენი მთავარი კლდე, რომელზედაც უნდა იდგე მხარად, რა არის ეს? რომ ქრისტე არის ძეღვთისა, ხსნელი სოფლისა, გადამრჩენელი ჩემი, ჯოჯოხეთიდან აღმომყვანებელი და სამოთხის კარის გამღები. მიუხედავად იმისა, რომ ამ აღიარების შემდგომ მე შეიძლება პიროვნულად ძალიან ბევრი რამ შემეშალოს. ვერ გავაკეთო რაღაცა სწორად, ეს არის ის უცვალებელი კლდე, ეს არის ის ურყეველი კლდე, რომელსაც ვერაფერი ვერ მოერევა თუკი ამისი მწამს. შემეშალა დავეცი, არა უშავს, წამოვდგები. თავარია აქ არ შემეშალოს, ამაში არ გამიჩნდეს ეჭვი, აქ არ გაჩნდეს რაღაცა ის ჭია და მატლი, რომელიც გაღრღნის ამას და მათქმევინებს, რომ ხომ არ მეშლება კაცო და ებრაული საზოგადოება, რომელიც არ აღიარებს ეს ქრისტეს. მასალით დავიწყო ფიქრი, რომ იქნება არ ყოფილა ეს ქრისტე და მე ახლა რაღაცა. აი როგორც კი ეს შემოდის ადამიანში, მაშინვე აი ამ სარწმუნოებას, ესე იგი, ემუქრება ძალიან დიდი საფრთხე. ამიტომაც ჩვენი სარწმუნოების კლდე და საყრდენი გახლავთ სწორედ აღიარება იესო ქრისტეს ძეობილობისა, მისი განკაცებისა, ღმერთის განკაცებისა და ჩვენი გამოხსნისა. მე მინდა კიდევ ერთხელ მოგილოცოთ, გისურვოთ სიხარული, გისურვოთ პეტრეს და პავლეს ლოცვით, რომ ღმერთმა შენდობა მოგცეს და მოგცეს ღმერთმა აი ესეთი მოშურნეობა, გულღიაობა, მძებნელობა ღვთის სიტყვისა, რომ შეეხოს ღმერთი ჩვენს გულს, რომ სისხლით და ხორცით კი არა, მამისაგან გამოცხადებით ვიგრძნოთ ეს ყველაფერი და ნაგრძნობით რომ არ ყოფილიყო, აქ არ ვიგებოდით ახლა. არის ეს შემხებლობა უკვე მომხდარია, თავარია არ დაკარგოს ადამიანმა რაღაცნაირად და გამოდმებულად იყოს ამის გაფრთხილებაში, რომ აი რაღაცა ეს შემხებლობა გამოდმებულად კონდეს და გამოდმებულად გრძნობდეს ამას. ამინ. დალოცველი და გახარებული გამყოფოთ ქრისტე.